რა ცხელი ტორტია. დროზე უნდა მივიტანო. რა ცხელია ეხლა. დროს ხელებს დავიწავ ეხლა. დროზე. Так, ტორტიც უკვე მზადა. რა ცხელი ტორტი გავამზადი. Так, ტორტიც უკვე მზადა, ეს ძალიან კაია. მეგორო, მოგესალმებით, თქვენ და გასწრება და არ ხიობთ შროსნოსამი. და თქვენ მეგობრები შემეკითხებით, რა გავაკეთე ამ ჩემი სახლის მეორე სართულზე. მოგეთ მოგეყვებით. თქვენ მეგობრები ყველას გახსოვთ ის ფერმერის ჟიწენიკი. მე მგონი ყველას გახსოვთ ის ფერმერის ჟიწენიკი, რომელმაც ერთ-ერთი ვიდეოთი, რომელსაც ერქვა მგონი ამ ჟიწენიკმა გახსნა ჩვენ სოფელში მაღაზია მინიკრაფტში. მოკლედ დღეს ამ ფერმერის დაბადების დღეა, წარმოიდგინეთ მეგობრებო, ხომ? დღეს არის ამ ფერმერის დაბადების დღე და სპეციალურად გადავხურე ჩემი სახლის მეორე სართული, ვინაიდან ეს არის ჩემი მიერ მისთვის გამზადებული პატარა სიურპრიზი. მოკლედ, თავარია რომ რასაკვირველია ამ ფერმერმა არაფერი არ გაიგოს. მაგიტომ ყველაფერი გადავხურე, არც ფოთლები, არც არაფერი. აქ მოკეთ მეგობრებო, ამოვიტანე პატარა მუსიკალური ცენტრი, რომ მუსიკები, რაღაცეები, happy birthday და ასეთი რაღაცეები იყოს. გავამზადე სპეციალურად ასეთი ცხელი ტორტი. რა ცხელია მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ. Так, ტორტები არის, так, სასმელები არის და საჭმელიც არის, ეს ძალიან კაია. Так, მგონი იქ სადღაც მე მქონდა გამზადებული ასევე ნოხი. კი, აი მეგობრებო, მოკეთ ნოხიც არის. ეს ძალიან კაია, ნოხიც მაქვს. Так, ასე, так, თავარია მეგობრებო, ყველაფერი ლამაზად იყოს, ასე, ცოტა იმასკენ გამაზე, ასე, და მეგობრებო, так, ნოხიც უკვე დავდგი, ეს ძალიან კარგია. მოდით ახლა გადავხუროთ. და რაც თავარია, ეხლა ამ ჟიწენიკმა არაფერი, ასე ვთქვათ, არ დაინახოს, ვინაიდან ეს იქნება ჩემთვის ძალიან ცუდი თუ დაინახოს. აი მეგობრებო, საცხოვს ჩვენი მეზობელი ფერმერის ჟიწენიკი, რომელიც სახშია, так, მოდით მეგობრებო, უფრო კარგად წავიდეთ. სამა, მოდიერთოთ აქ. ჟანდავა მეგობრებო, так, აი. ვითომ არაფერი არ მოხდა, ლელელელელელე. ფერმერის ჟიწენიკო, გამარჯობა. გილოცავ დაბადების დღეს და რაზე მიზახოდი? სამა, დიდი მადლობა, მოკლედ მე რაღაც მაინტერესებდა და რა მოხდა შენი სახლის სახურავზე? რა არის ეგ? რატო არის გადაკეტილი ასე? გადაკეტილი არის იმიტომ, რომ მე მოკლედ რემონტს ვაკეთებ, ხო, მე რემონტს ვაკეთებ, იქ მინდა ვაშენო ახალი საძინებელი და ასეთი რაღაცეები. სამა, მგონია რომ რაღაც შენ მატყუებ, აი შენი თვალებით ხედავ რომ ხვდები რომ შენ რაღაცებს ვატყუებ. და არა ფერმერის ჟიწენიკო, კაი, ნახვამდის. მეგობრებო, კინაღამ იმას კინო, ხო, მეგობრებო, აი ამას ვინ ვერ დაინახავს ამ უროდობას, მაგრამ ზატო მაგ უროდობაზე იქნება ყველაზე მაგარი ჟანდავა მეგობრებო. მე მოკლედ უნდა წავიდე, უკვე ერთ წუთში მოკლედ მეგობრებო უნდა წავიდე მეზობელ სოფელში, სადაც მე მაქვს გამზადებული სპეციალური საჩუქარი. რა საჩუქარი მეგობრებო, გაიგებთ ამას სადღაც რამოდენიმე წუთში. ვინაიდან მე ერთ წუთში უკვე ასე ვთქვათ დათანხმებული მაქვს ჟიწენიკთან, რომელიც ამზადებ ამ საჩუქარს ჩემთვის. ასე ვთქვათ დათანხმებული ვარ მაგ ჟიწენიკთან და მომცემს ამ საჩუქარს უკვე მალე, აი უკვე შუა დღეს უკვე მალე იქნება და მალე წავალ მაგ საჩუქარს. მთავარია მეგობრებო, რომ ამ ჟიწენიკმა არაფერი ასე ვთქვათ არ გაიგოს. პირველი მეგობრებო, რასაკვირველია, დავპატიჟებ ყველა ჟიწენიკს და მე ამ ფერმერ ჟიწენიკსაც. აბსოლუტურად ყველა ჟიწენიკი ასე ვთქვათ არის დაპატიჟებული მის დაბადების დღეზე. გამარჯობა ჟიწენიკო. აბსოლუტურად ყველა ჟიწენიკი. Так, აი მეგობრებო, так, უკვე დროა, так, ტელეფონი მაქვს. მოკეთ მეგობრებო, მოდით ახლა გავთიშავ კამერას. მე ახლა წავალ მეზობელ სოფელში და წამოვიღებ მაქედან პატარა საჩუქარს, რომელიც არის გამზადებული სპეციალურად ჟიწენიკისათვის. მაგიტომ მოდით ახლა კამერას მე გავთიშავ და ჩავთავ იმ დროს, როდესაც უკვე მოვალ ჩემს სოფელში. მოვდივარ უკვე ჩემს საყვარელ სოფელში და თან მომაქვს საჩუქარი ამ ჟიწენიკისათვის. მოგეთ მეგობრებო, ისევე მოგესალმებით, მე უკვე ვიყავი იმ სოფელში, გამოვართვი ეს 5
იმ ჟიტენიქს, რომელთაც ჩვენ გქონდა ასე ვთქვათ დათანხმებული. ახლა მეგობრებო, აუცილებლად თქვენ გაჩვენებთ ამ საჩუქარში რაც არის, ოღონდ ცოტა მე так, стоп. ჟიტენიკო, ფერმერო, так, стоп და შენ აქ რას შვები? საბა არაფერს უბრალოდ მე მინდოდა შენთან სტუმრად შევასვა და შენ რაღაც წასული იყავი სადღაც კაი, ფერმერო და რამე გიგნდოდა? არაფერი მეთქი ჩაის უბრალოდ დავლევთ კაი მე წავალ ახლა კაი ну კაი, წადი. თიშ მეგობრო, როგორ გაიქცა. так, стоп, მეგობრებო. რაღაც მე მგონია რომ ეს ჟიტენკები მაგ ცოტა მომატყუა, ვინაიდან ჩემი ait მას უნდოდა ამ საჩუქრის გაგებას. მოიცადეთ ღმერთს მადლობა რომ არავიდა მაინც მაგ მეთქი მეგობრებო უკვე გულისია ამიჩქარდებოდა მეთქი უკვე საჩუქარი აღარ იქნებოდა პატარა სიურპრიზი. კაი, მოით მეგობრებო ახლა ყუთს დავდებ და გაჩვევთ ამ საჩუქარს. მეგობრებო, მოკეთ ამოვიტანე ეს ყუთი ჩემი სახლის მეორე სართულზე და მოით ახლა მოკლედ გაჩვევთ რა საჩუქრები უпроსტად უნდა ვაჩუქო ამ ჟიტენიქს. შეხედეთ, მოკლედ მე ვაჩუქებ ალმასის თოხს, ერთი სტაკი ალმასისა და ერთი სტაკი სუნდუდის. მოკეთ მეგობრებო, ეს იყო თლიანი ჩემი ფული რაც კი მქონდა დაგროვებული ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ ამ ფულს ასაკველია ვაჩუქებ ჩემს საყვარელ ფერმერ ჟიტენიქს. შემდეგ ერთი სტაკი საზამთროს თესლი და როგორც თქვენ გახსოვთ საზამთროსი და გოგრას თესლები ძალიან ძვირია, მაგრამ მაინც ვიშოვე და ყველაზე მთავარი საჩუქარი ეს არის ეს. უბრალოდ შეხედეთ, ეს არის ტელეფონი, რომელიც არის 100%-ით გაკეთებული ოქროს მატერიალებისაგან. წარმოიდგინეთ, ოქროს მატერიალებისაგან გაკეთებული ტელეფონი. აქ მეგობრებო, აბსოლუტურად ყველანაირი თამაშები, ასე ვთქვათ, შეგიძლია გადმოიწერო. 1 ტერაბაიტიანია ეს ტელეფონი, მეგობრებო, მოკლედ ძალიან მაგარი ტელეფონია. даже მეც არ მაქვს ასეთი კარგი ტელეფონი, მაგრამ ჩემი ტელეფონიც კარგია, მაგრამ ეს მეგობრებო არის 100%-იანი გაკეთებული 100%-იანი ოქროს მატერიალებისაგან. და საკურველია ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჟიტენიქს ასე ვთქვათ მოეწონება ასეთი საჩუქარი ჩემ. так, მოკლედ მეგობრებო, გამოის საჩუქარი მაქვს და ყველაფერი უკვე გამომსაჯეთ და მე მგონი უკვე ძალიან მაგარი და ძალიან კარგი დრო უკვე დავპატიჟოთ ეს ფერმერი ჟიტენიკი, რომ ასე ვთქვათ მისცეს ქულა ამ საჩუქრებს. ხსენე მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს, მოგეთ შეხედეთ. აბა შეაფასეთ ჩემი ასე ვთქვათ ასეთი შრომა 1-დან 10 ქულამდე კომენტარებში. აბა 1-დან 10 ქულამდე როგორ მოგეწონებოდათ ასეთი საჩუქარი თქვენს დაბადების დღეზე ან ახალ წელზე ან ასეთ რაღაცეებზე. 1-დან 10 ქულა მეგობრებო კომენტარებში დამეკიდე. ახლა წავალ და დავპატიჟებ ამ ფერმერ ჟიტენიქს უკვე ჩემს სახლში. ფერმერ ჟიტენიკო და შენ აქ რას აკეთებ? მე უბრალოდ აქ დარჩა ტელეფონი, კაი, ახლა უკვე მივყოვე და ახლა წავალ. так, стоп. ფერმერ ჟიტენიკო, მოგეთ მე შენთვის მაქვს ერთი საჩუქარი. არცად არ წახვიდე გთხოვ და უბრალოდ ავიდეთ ჩემი სახლის მეორე სართულზე. ვაუ, საბა გოგიჟდი, მოიცადეთ, ეს ყველაფერი ჩემთვისაა? კი, ჟიტენიკო, ეს ყველაფერი შენთვისაა, ეს არის შენი დაბადების დღისათვის. შეხედე, აქ არის საჭმელები ამ ყუთში, ამ ყუთში სასმელები, აქ არის და ეს არის კი შენი საჩუქრები. რა, მოიცადეთ, ეს ოქროს ტელეფონია, 1 ტერაბაიტიანი. აუ, საბა მოდი რა გთხოვ, ჩაგეხუტები რა, დიდი მადლობა. არ მოველოდი. აუ, საბა გთხოვ, დიდ ბოდიში მინდა მოგიხადო. მე მინდა შენ სიმართლე გითხრა, მოკეთ, მე მინდოდა გამეგო რა არის დამალული ამ შენი სახლის მეორე სართულზე. უღრმეს ბოდიშს გიხდი შენ და უღრმესი მადლობა ასეთი საჩუქრისათვის. დიდ მადლობას გიხდი. არაუშავს ჟიტენიკო კაცო, არაუშავს. მეც აი ხოლმე ასეთი მჭირს, ასეთი რამე რომ სულ მინდა გავიგო რას ჩუქნიან. ნუ მთავარია ჟიტენიკო რომ შენ მოგწონს ეს ყველაფერი, ხომ? საბა შენ რა მეხუმრები? ეს ყველაზე მაგარი დაბადების დღეა ჩემს ცხოვრებაში. არავინ ამდენ საჩუქრებს არ ჩუქნინა. ალმასის თოხი და საზამთროსა და
გოგრას თესლები და კიდე ოქროს ტელეფონი. დიდი მადლობა შესაბა. აუ და ტორტი ძალიან გემრიელია. ერთი დაჭერი მოვიჭერი, ძალიან გემრიელია. მაგარია, მაგრამ მოიცა ერთად ტორტი დატოვე გთხოვ, ახლავე ჟიწენიკები უნდა მოვიყვანო და მერსას მოვიყვან. აუცილებლად საბა, აუცილებლად მოიყვანე, უღრმეს დიდ მადლობას გიხდი და კიდე ერთხელ მინდა მოგიბოდიშო იმის შესახებ, რომ მინდოდა გამეგო რას მალავდი აქა. არა უშავს ჟიწენიკო კაცო, მთავარია რომ შენ მოგეწონოს და კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ყველაზე კარგ ცხოვრებაში, ყველაზე კარგ ნივთებს. დიდი მადლობა საბა. კაი, მიდი დროზე ახლა მოიყვანე საფლელები, მოიყვანე ახლა ჟიწენიკები და მერი და ატო ახლა მთლიან ტორტს მხოლოდ მე შევჭამ. კაი, ჟიწენიკო, თუ რამე არა უშავს, მე კიდე გამოვაცხობ. აი, მეგობრებო, როგორ გამოვიდა და კაი, მეგობრებო, მოდით ახლა მე ახლა დავპატიჟებ ასე ვთქვათ ჟიწენიკებს ამ დაბადების დღეზე. აი მოკეთ მეგობრებო როგორ მოხდა. ისე მოხდა რომ ამ ჟიწენიკს უნდა გაეგო რა ხდება ჩემი სახლის მეორე სართულზე. მაგრამ მეგობრებო არც კი მოელოდა იმას რა იყო მან დამალული. მოკეთ მეგობრებო თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ. ახლა კი მე დავპატიჟებ თლიან ყველა სოფლერებს რაც კი არის ჩვენს სოფელში. მერსაც აუცილებლად. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ და ახლა კი მეგობრებო დაგეშვებებით. ნახვამდის.